ბუტა რობაქიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა მუხლს ამნისტია შეეხო და საბოლოოდ სასჯელის ზომად 5 წელი და 3 თვე განესაზღვრა. ამას გამოაკლდა მიმდინარე პატიმრობა და 20 ივნისის საქმეზე მოხდილი 10 თვიანი სასჯელი. შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობის მოხდის ვადად 4 წელი და 5 თვე რჩება. მისი ადვოკატი ამბობს, რომ განაჩენს სამართალთან კავშირი არ აქვს, რადგან ბრალდება ერთადერთი მოწმის ჩვენებას ეყრდნობოდა. ბუტა რობაქიძის საქმეზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ სრულად გაამართლა ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, რასაც ბრალდების მხარე ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. დადასტურდა, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს გვიან ღამით დაახლოებით 2 საათზე ქალაქ თბილისში აკაკი წერეთლის გამზირზე დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის პატრულ ინსპექტორების მიერ გაჩერებული იქნა BMW-ს მარკის ავტომანქანა მძღოლითა და 5 მგზავრით. მათი შეჩერებისა და პირადი შემოწმებისას პატრულ ინსპექტორ გრიგოლ ბაშალეიშვილს შემთხვევით გაუვარდა ტყვია ტაბელული ცესასროლი იარაღიდან და მძიმე დაჭრა ავტომანქანიდან გადმოსული მგზავრი ამირან ბუტა რობაქიძე, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ხსენებული ფაქტის თაობაზე იმავე ღამით ინფორმაცია მიიღო შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც დავალება მისცა შემთხვევის ადგილზე მისულ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალ ჩინოსნებს, რომ გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი და აღნიშნული ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებული დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე. ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, შემთხვევის ადგილზე მყოფმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა გარდაცვლილ ამირან ბუტა რობაქიძეს და ავტომანქანაში მასთან ერთად მსხდომ პირებს ჩაუდეს ცესასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. აღნიშნული შემდგომ იმჟამინდელი საქართველოს გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის დავალებით გამოძიება წამიმართა სამართლებრივად არასწორი მიმართულებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემული იქნენ ავტომანქანაში მსხდომი პირები, ხოლო გარდაცვლილი ამირან ბუტა რობაქიძე გამოცხადა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრად. ადეიშვილს და ოქრუაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე ჰქონდათ წარდგენილი. განაჩენთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი წერს, რომ მიესალმება ირაკლი ოქრუაშვილის გამტყუნებას და იმედი აქვს, რომ სააპელაციო სასამართლო იგივე გადაწყვეტილებას ზურაბ ადეიშვილის შემთხვევაში მიიღებს.